საღამომშვიდობის Open Media-ის ეთერში ქართულენოვანი ამბების დროა და მე ანა ტანდარიანი გახლავართ. ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ვაშინგტონის შეთანხმება რუსეთისა და ირანისათვის სასარგებლოა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ვაშინგტონში ხელმოწერილი დეკლარაცია ხელშესახებ სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს, არამედ ირანსა და რუსეთსაც. Fox News-თან ინტერვიუში ფაშინიანმა აღნიშნა, რომ შეთანხმების ეკონომიკური ნაწილი, რომელიც რეგიონული კომუნიკაციების გახსნას გულისხმობს, ყველა რეგიონული მოთამაშისათვის მომგებიანია. როდესაც ეს პროექტები განხორციელდება, ირანს ექნება შესაძლებლობა რკინიგზით დაუკავშირდეს შავ ზღვას, ხოლო რუსეთსა და ირანს შორის პირდაპირი სარკინიგზო კავშირი დამყარდება, განაცხადა ფაშინიანმა. ცნობისათვის ვაშინგტონის დეკლარაციის ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს კომუნიკაციების გახსნას სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის პრინციპების სრული დაცვით. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ფაშინიანთან და ალიევთან ვაშინგტონის შეთანხმება განიხილა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ სატელეფონო საუბრები გამართა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. საუბრების მთავარი თემა ვაშინგტონში 8 აგვისტოს მიღწეული შეთანხმებები იყო. კოშტამ ხაზი გაუსვა ამ შეთანხმებების მნიშვნელობას რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და დაადასტურა ევროკავშირის მზადყოფნა ხელი შეუწყოს მის განხორციელებას. ილჰამ ალიევმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და ნახიჩევანშორის დაუბრკოლებელი სატრანსპორტო კავშირის მნიშვნელობას. ცნობისათვის სომხეთმა და აზერბაიჯანმა 11 აგვისტოს ვაშინგტონში პარაფირებული 17 პუნქტიანი სამშვიდობო დოკუმენტის ტექსტი გამოაქვეყნეს. ტრამპის გზა და საინვესტიციო გარემო სომხეთში, ხელისუფლების ოპტიმიზმი და ოპოზიციის კრიტიკა. სომხეთ-ამერიკის მემორანდუმი და სიუნიქის გავლით ტრამპის გზის პროექტი ქვეყანაში აქტიურ დისკუსიის საგანია. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ეს პროექტები ახალ ინვესტიციებს მოიზიდავს და ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს. ოპოზიცია კი სკეპტიკურია, განწყობილი და მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საინვესტიციო გარემო არ არის ხელსაყრელი. ამ განსხვავებული პოზიციების შესახებ დეტალურად ჩვენი კოლეგა მონიკა ჰაიროიანი მოგვითხრობს. ეს მესამე რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტი იქნება. ეს განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა გააკეთა ვაშინგტონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პარაფირების შემდეგ. ფაშინიანი დარწმუნებულია, რომ აშშ დიდ ინვესტიციებს განახორციელებს სომხეთის სხვადასხვა სფეროში. მსგავსი განცხადება გაავრცელა სახელმწიფო დეპარტამენტმაც. აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ასევე ხელი მოაწერეს ორმხსნელ ეკონომიკურ შეთანხმებებს აშშ-თან, რომლებიც ავლენს სამხრეთ კავკასიის მნიშვნელოვან პოტენციალს ვაჭრობის, ტრანზიტის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების სფეროებში, ასევე ახალ შესაძლებლობებს ქმნის ამერიკელებისა და ამერიკული კომპანიებისთვის. ეროვნული ასამბლეის სამოქალაქო ხელშეკრულების ფრაქციის დეპუტატის ჰაიკ გევორგიანის თქმით, ეს შეთანხმებები სომხეთს საშუალებას მისცემს მიიღოს ინვესტიციები და განავითაროს ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით ტექნოლოგიურ სფეროში. პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტის წევრი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ სომხეთმა ამ შემთხვევაში მოგება მიიღოს და არ გახდეს უცხოური ინტერესების მომსახურე. იცით, სომხეთს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არ განუცდია ისეთი ვითარება, როგორშიც ნორმალური ქვეყნები ცხოვრობენ, ღია საზღვრებით, არამტრული ქვეყნებით გარშემორტყმული და ჩვენთვის ეს უჩვეულოა არსებითად. მაგრამ თუ ყველაფერი ისე წავა, როგორც ახლა მიდის, უდაოდ არამხოლოდ ამერიკული ინვესტიციები, არამედ ზოგადად ინვესტიციები. ბიზნესისთვის ბევრად უთამიმზიდველია ის ქვეყანა, რომლის მომავალიც პროგნოზირებადია, რომელიც ასეთ შოკებს არ განიცდის. თუმცა ეკონომისტი ჰაიკ კამენდატიანის თქმით, აქ სხვა პრობლემაა. ჩვენ საქართველოს დავივიწყეთ. ტრამპის გზით ენერგორესურსების შესაძლო ნაკადმა შეიძლება დაარტყას იმ დაახლოებით 900 მილიონი დოლარის წლიურ რენტას, რომელსაც საქართველოს აზერბაიჯანის ტრანზიტიდან იღებს. და სწორედ ამიტომ საქართველოს ყველანაირად შეუშლის ხელს ასეთი პროექტის განხორციელებას. ვერასთან და ლოიალ პეტიციონდა. პირველი საქართველოს ლოიალური სახელმწიფოა. საქართველოს აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ყველაზე ხელსაყრელი, ასე ვთქვათ, მარშრუტია. ჩვენ ეს ყველაზე ხელსაყრელი მარშრუტი არ ვართ. გინდა ტრამპი იყოს, გინდა ტრამპის შემდეგ ვინმე ტომ ჯონსი ან ჯონ სტომი, მაინც ამ დერეფანთან დაკავშირებით ის ლოიალური უსაფრთხოების გარემო, რომელიც საქართველოს ორ მეზობელთან იმ მუსლიმანებს ჩვენ არასდროს გვექნება.
42 კილომეტრიანი გზის კონტექსტში ეკონომისტის თქმით, ჩვენ ორი პრობლემა გვაქვს. ჩვენი სატრანზიტო გზა, თუმცა უფრო მოკლეა, გამტარუნარიანობით სომხეთის ტერიტორიაზე გამავალი ენერგორესურსები სრულად ვერ დაიტვირთება. მოდელირება აჩვენებს, რომ სომხეთის სუფთა მოგება წელიწადში მაქსიმუმ 40 მილიონი დოლარი იქნება. 40 მილიონ დოლარი. 40 მილიონი დოლარი არის თუ არა ეს ის თანხა, რომელზეც შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ არსებობს ეკონომიკური მიღწევები, ეკონომიკური ინტერესები და ეს ეკონომიკური ინტერესები გარკვეულწილად რეალიზდება. რა თქმა უნდა, არა, მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან. 40 მილიონ დოლარის ოდენობის თანხა, დაახლოებით 15 მილიარდი დრამი, სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტში შედის მეწაღეების, მცხოველების, თქვათ, მძღოლების, სხვადასხვა მცირე და საშუალო ბიზნესის, ამ მცირე და წვრილი საწარმოების კომპონენტებიდან. ეკონომიკური მოტივები და შესაძლო მიღწევები სომხეთისთვის, კამენდატიანის თქმით, შთამბეჭდავი ციფრებით არ აისახება. აშკარაა, რომ აქ პრობლემა უმეტესწილად პოლიტიკურია და ამ დღის წესრიგს წინ წევენ, ატყუებენ რა გულუბრყვილო ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ ფინანსური თუ ეკონომიკური განათლება და არწმუნებენ მათ, თითქოს ქვეყანა ასობით მილიონი დოლარის შემოსავალს მიიღებს. Այդ պայմանա գիրասեմ կամ ამ ხელშეკრულების, თუ ასე თქვა, დამცირების ფურცლის ხელმოწერიდან რამდენიმე საათის შემდეგ სომხეთის რესპუბლიკის მეთაური იმ ჟურნალისტებთან საუბრისას ამტკიცებდა, რომ სომხეთში 100 მილიარდობით დოლარი შემოვა. სომხეთში 100 მილიარდობით დოლარი არ შემოვა, ეს ტყუილია. დეპუტატი ჰაიკ გევორგიანი პირიქით არწმუნებს, რომ ინვესტიციების ნაკადი სომხეთში იქნება და მიუთითებს არაერთ სფეროსა და დარგს, რომლებიც შეიძლება ინვესტიციების მაგნიტად იქცეს. ეს არის სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავება. ეს არის IT სფერო, ეს არის საინჟინრო სფერო, რომელიც ტრადიციულად ყოველთვის იყო და ბოლო წლებში ძალიან დიდი ტემპებით ამ პირობებშიც კი ვითარდება. მაგალითად, თუ თქვენ ნახავთ 6, 7, 8 წლის წინ რამდენი მზასაკვები პროდუქტი გადიოდა ექსპორტზე სომხეთიდან და რამდენი გადის ახლა, თქვენ ძალიან მნიშვნელოვნად გაოცდებით, რადგან მოცულობები მრავალჯერ გაიზარდა. მაგალითად, IT სფეროში ისეთი განვითარება გვაქვს, რომელზეც რამდენიმე წლის წინ ვერც კი ვიოცნებებდით. სომხეთის ეკონომიკური ვითარება მრავალშრიანია. ეკონომიკურმა ლიბერალიზაციამ და ახალმა საინვესტიციო შესაძლებლობებმა შეიძლება დადებითი გავლენა მოახდინოს მშპ-სა და ექსპორტზე. თუმცა ზოგიერთი ეკონომისტის აზრით, სტატისტიკური მონაცემების შეუსაბამობა ცხოვრების დონესთან და საინვესტიციო გარემოს არასტაბილურობა შემაშფოთებელია. სტაბილური და გრძელვადიანი ზრდისთვის აუცილებელია როგორც ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო, ისე სახელმწიფო მმართველობის გამჭვირვალეობა და სანდოობა. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეირანში ვაშინგტონის შეთანხმების დეტალებს განიხილავს. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კონსტანიანი თეირანში ირანის მაღალჩინოსნებს შეხვდა. ვიზიტი ირანის პრეზიდენტის სომხეთში დაგეგმილ ვიზიტს უსწრებს წინ. სომხეთის საგარეო უწყების ინფორმაციით კონსტანიანმა მადლობა გადაუხადა ირანს ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებების მხარდაჭერისათვის. მან ხაზი გაუსვა, რომ რეგიონული კომუნიკაციების გამბლოკვა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების სრული დაცვით განხორციელდება და რაც ვაშინგტონის დეკლარაციაშია ასახული. მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ერევანი მნიშვნელობას ანიჭებს ირანის მტკიცე პოზიციას სომხეთის სუვერენიტეტს და საზღვრების ურღვეობის შესახებ და თავის მხრივ ითვალისწინებს თეირანის სასიცოცხლო ინტერესებს. ვიზიტის ფარგლებში ვაჰან კონსტანიანი შეხვდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, უზენაესი ლიდერისა და პრეზიდენტის მრჩევლებს. ირანისა და რუსეთის წარმომადგენლებმა სამხრეთ კავკასიის საკითხები განიხილეს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი რუსეთის საგარეო უწყების კავკასიის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელს იგორ ხოვაევს შეხვდა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თეირანი სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთგულია და მხარს უჭერს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას, მათ შორის 3+3 ფორმატის ფარგლებში. ვაშინგტონში სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო დოკუმენტის პარაფირების შემდეგ სომხეთის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ წრეებში კვლავ აქტიური განხილვის საგანია მოუტანს თუ არა ეს შეთანხმება ქვეყანას სარგებელს. იმ ფონზე, რომ შეთანხმებების დეტალები განსაკუთრებით კი რეგიონული კომუნიკაციების გახსნად დაკავშირებით ჯერ კიდევ უცნობია და საუბარია ძირითადად განზრახვებს ეხება, შეფასებებიც ურთიერთგამომრიცხავია. თემაზე დეტალურად ჩვენი კოლეგა ანი ჰოვანისიანი იურისტსა და მმართველი პარტიის
სამოქალაქო ხელშეკრულების დეპუტატს ესაუბრა. ამერიკის შეერთებულ შტატებს ისტორიაში ბევრი სამშვიდობო ხელშეკრულების შუამავლობა გაუწევია, თუმცა გამოცდილება მაჩვენა, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების აშშ ძალისხმევა თითქმის ყოველთვის ამაო იყო. რუსეთ-იაპონიის ომიდან და პარიზის სამშვიდობო კონფერენციიდან დაწყებული დეიტონის შეთანხმებით ბოსნია-ჰერცეგოვინას, სერბეთსა და ხორვატიას შორის ომის შესაჩერებლად კემპ-დევიდის ცნობილი სამიტით, შემდეგ ისევ ისრაელ-პალესტინის მოლაპარაკებებით ოსლოს შეთანხმებით ისრაელსა და პალესტინას შორის. რა გარანტიები გვაქვს, რომ ჩვენს შემთხვევაშიც არ განმეორდება ისტორიის მწარე გამოცდილება? Գրեթե բոլոր պետությունները და თითქმის ყველა სახელმწიფო ასე თუ ისე საერთაშორისო სამართალს ან თავის პოლიტიკურ საერთაშორისო ვალდებულებებს არ ღვევს. არანაირი გარანტია არ არსებობს. იურისტი არაღაზარიანი პარაფირებულ დოკუმენტში სომხათისთვის ბევრ რისკს ხედავს. նրանք ովքեր գիտեն այս հակամարտության կոնտեքստը, მაგრამ ისინი, ვინც იციან ამ კონფლიქტის კონტექსტი, ხვდებიან, რომ ეს ასიმეტრიული დოკუმენტია. მაგალითად, აქ არც ერთი სიტყვა არ არის 120.000 იძულებით გადაადგილებული სომხის შესახებ. მაშინ, როდესაც აზერბაიჯანში იძულებით გადაადგილებული ადამიანები აღარ დარჩენილან. ის 300.000, რომელზეც ალიევი საუბრობს, მისი გამოგონილი რიცხვია. იურისტი გვახსენებს, მხარეები ვალდებულებას იღებენ დაეხმარონ ერთმანეთს დაღუპულთა ცხედრების ძებნასა და დაბრუნებაში, თუმცა სხვა პრობლემები გვერდზეა გადადებული. սա կարգարում է մասունքներ ուսումնասիրել արծ, բայց չի կարգ ეს არეგულირებს ნეშტების შესწავლას, მაგრამ არ არეგულირებს ცოცხლად დარჩენილი პირების უფლებებს, მათ სამართლებრივ დაცვას, თუნდაც მინიმალური მექანიზმის მიცემას. და აქ მხოლოდ ერთი ფრაზაა, რომ სახელმწიფოებს შორის ის პრობლემები, რომლებიც სახელმწიფოთა შორისი საჩივრებითაა წარმოდგენილი, საჩივრების უკან გაწვევის შემდეგ, აქ არის ფრაზა, რომ სხვაგვარად გადაწყდება, ეს უკვე უცნაურია. პარაფირებულს უფრო დეტალური დოკუმენტის ხელმოწერა უნდა მოჰყვეს. თეთრ სახლში ხელმოწერილი უკიდურესად დეკლარაციული ხასიათისაა და აზერბაიჯანს მანევრირების საშუალებას აძლევს, ფიქრობს იურისტი. Դրանից ցույց է տալի փորձը, ზოგადად გამოცდილება აჩვენებს, რომ იქ, სადაც ამერიკა ერთადერთი შუამავალია, დიაკ სამართლებრივი დაცვის პროცესები, მექანიზმები ზოგადად ამ ხელშეკრულებაში არ არის, ან არის ექსკლუზიურად პოლიტიკური დაქვემდებარების შესახებ დებულება. სამოქალაქო ხელშეკრულების ფრაქციის დეპუტატი ჰასმიკ ხაკობიანი არიზიერებს იურისტის მოსაზრებას. პარაფირებული დოკუმენტი სარკისებური ხასიათისაა და კომუნიკაციების განბლოკვის შემდეგ სომხეთის ეკონომიკა აყვავდება. დივანაგიტაკან ეთიკან ենթադրում ძირითადი ყველა პუნქტის შესახებ ჩვენ პარაფირებამდე, თუნდაც იმის გამოცხადებამდე, რომ ტექსტი მზად არის, ვისაუბრეთ ამის შესახებ. ანუ არაფერი ფარული არ არის და ყველა შეუძლია დაადასტუროს. ვინც როგორც უნდა ისე ვერ განმარტავს, რადგან დაწერილი და რატიფიცირებულია. ეს ზეპირი საუბრები არ არის. დეპუტატის თქმით, ჰუმანიტარულ საკითხებს თავისი გადაწყვეტის დრო აქვს და ახლა ამის მომენტი არ არის. ჰუმანიტარ հարցերը ჰუმანიტარული საკითხები. ხელსაყრელია, რომ მშვიდობა იყოს მიწაზე, რათა ეს საკითხებიც გადაწყვეტეს და მოგვარდეს უფრო მარტივად, მაგრამ ასეთ საკითხებზე იმ მშვიდობის დამოკიდება ეს აჭიანურებს იმ ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტას. აზერბაიჯანთან ურთიერთობების მოსაგვარებლად სხვადასხვა ღონისძიება გატარდება. შესაძლოა კულტურული ან სპორტული ხასიათის, ფიქრობს დეპუტატი. որոշ ժամանակ պետք է անցնի გარკვეული დრო უნდა გავიდეს. უნდა გქონდეთ გარკვეული, როგორც თქვი, ურთიერთ სარგებელი ქვეყნებს. უნდა დაიწყონ გარკვეული ბიზნეს ინტერესების ქონაც, არა? და ჩვენ ახლა ტვირთებისთვის გვინდა გავხსნათ ეს კომუნიკაცია. ჰასმიკ ხაკობიანი აღნიშნავს, რომ საუკეთესო პირობებით ხელმოწერილი დოკუმენტები არ უზრუნველყოფს მშვიდობას. საჭიროა საერთო ეკონომიკური ინტერესებით ხელმძღვანელობა. არაღაზარიანი დარწმუნებულია, ეს ხელშეკრულება სამხედრო მარცხის ფასია, რომელსაც ახლა ვიხდით. ომანმა სომხეთის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი დააწესა. 11 აგვისტოდან სომხეთის მოქალაქეებს ომანში გამგზავრება უვიზოდ შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გავრცელა. უწყების ცნობით, ომანის მთავრობის გადაწყვეტილება sapasukho ნაბიჯია მას შემდეგ, რაც სომხეთმა ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი ომანის მოქალაქეებისათვის. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული კავშირებისა და ადამიანური კონტაქტების გაღრმავებას. ეს იყო ყველაფერი, რისი გაზიარებაც გვინდოდა ამ დროისთვის. გამოიწერეთ ჩვენი გვერდები სოციალურ მედიაში ყველა პლატფორმაზე და არ დაგავიწყდეთ გამოწერა ჩვენი ქართულენოვანი YouTube არხისა. მადლობა ყურადღებისთვის და გემშვიდობებით.